რადიოაქტიული ნივთიერებები ჩერნიხევის მიმართულებით პუტინის განცხადება, რომ ფრონტზე უკრაინისთვის კატასტროფული სიტუაცია არის, გადაკეტილი მარშრუტები ყირიმის მიმართულებით და მონატრებული ჩართვა რატი ბურდილის ოდინიჩი ბრუნდება. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი, ჟურნალისტი. დღეს 23 მაისი 2026 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1550 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. დღეს სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ. როგორც გითხარით, ჩაგვერთვება ამჯერად უკვე სამხრეთის მიმართულებიდან რატი ბურდული, იგივე ოდინიჩი საუბრებს იმაზე თუ რა ვითარებაა სამხრეთის მიმართულებით, რა ვითარებაა ქალაქ ზაპოროჟიესთან მიმართებაში, ზოგადად როგორი არის საგაზაფხულო კამპანიის მიმდინარეობა და ასევე უკრაინის არმიის დეფიციტზე ეს იქნება ჩვენი სასაუბრო თემა დღევანდელ გამოშვებაში, თუმცა მანამდე ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვილაპარაკებ, რაც დაგიანონსეთ. მოკლედ დავიწყებ, თუმცა სანამ დავიწყებ, ტრადიციულად მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა გამომწერს, ვინც არხს ერთგულად უყურებს, ალაიქებს ვიდეოებს, აზიარებს სოციალურ ქსელებში, აქტიურებს კომენტარებში. თქვენ კი ვისაც ჯერ არ გაქვთ გამოწერილი არხი, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ ის და ალაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში და ასე განავითაროთ ეს არხი. მოკლედ დავიწყოთ რადიოაქტიული რაკეტების ნარჩენებით ჩერნიხევის ოლქში. სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა SBO-მ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც მათ აღნიშნულია, რომ რადიაციული ფონია მომატებული. ეს ყველაფერი დაემთხვა ბელარუსში ბირთვული წვრთნების ჩატარებას. გეცოდინებათ, რომ რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი მასშტაბური ბირთვული წვრთნები ჩაატარეს და სწორედ აი ამ პერიოდში ჩერნიხევის ოლქიდან გავრცელდა მასალა, სადაც გამოყენებული არის ეგრეთ წოდებული R-60-ის ტიპის რაკეტების ნამსხვრევები აღმოაჩინეს და იქვე არის ფოტოები, სადაც არის გაზომილი და რადიაციული დაბინძურება, ასე ვთქვათ, მომატებული არის აი ეს დონე. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის ის ბირთვული წვრთნები და ეს ფაქტი უბრალოდ დროში დაემთხვა ასე, მით უფრო რომ ეს რაკეტები გაცილებით ადრე არის და დაცემული, ასე ვთქვათ, უკრაინის მიწაზე ჩერნიხევის ოლქის მასიური დაბომბვის შემდეგ. აქ რაც უნდა აღინიშნოს და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს რაკეტები აუფეთქებელი იყო, ანუ აუმოქმედებელი, რაც შეეხება რადიაციულ ფონს. აქ აღსანიშნავია ის ამბავი, რომ გაღარიბებული ურანი იქნა გამოყენებული. ეს არ არის ახალი ამბავი, ძალიან დიდი ხანი არის შეიარაღებაში ის გამოიყენება. მისი შემადგენლობიდან გამომდინარე, ის უფრო მყარია, უფრო ეფექტური არის, უფრო პატარა არის მოცემულობაში, შესაბამისად სხვადასხვა საბრძოლო მასალებში მას იყენებენ აქტიურად. ყოველ შემთხვევაში ადრე ძალიან აქტიურად იყენებდნენ და ის გაცილებით ეფექტურია, ვიდრე უბრალოდ მრკინა თუნდაც. შესაბამისად, როგორც გითხარით, გამოიყენება ეს ამა თუ იმ შეიარაღებაში, დიახ, მას აქვს რადიაციული ფონი, თუმცა თავისთავად იმდენად უმნიშვნელოა ეს რადიაციული ფონი, რომ ეს აუფეთქებელი მდგომარეობაში ყოფია ეს რაკეტა გაცილებით სახიფათო არის. შესაბამისად, ის უფრო სახიფათო იყო, რომ აუფეთქებელი რაკეტები იპოვეს, ვიდრე ის რადიაციული ფონი, რომელიც იყო მომატებული, არის შეიძლება იყოს სახიფათო ადამიანების ჯანმრთელობისთვის. თუმცა ძალიან კარგია, რომ ეს აუფეთქებელი რაკეტები აღმოაჩინა SBO-მ და გააუნობელყო, გადაიტანა უსაფრთხო ადგილას, ასე მშვიდობიან მოქალაქეებს ნაკლები საფრთხე ემუქრება. რაც შეეხება მშვიდობიან მოქალაქეებს, იყო მსხვერპლი ოკუპირებულ ლუჰანსკის ოლქში, სადაც უკრაინელების დრონი მიფრინდა ერთ-ერთ კოლეჯზე. ამაზე გამოშვების ბოლოს უფრო დეტალურად ვისაუბრებ თუ რა მოხდა იქ. მანამდე გადავიდეთ პუტინის კომენტარზე, სადაც მან აღნიშნა, რომ კატასტროფული მდგომარეობა არის ფრონტზე უკრაინული არმიისთვისო, რაც საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურება, როგორც ჩანს, პუტინი აგრძელებს საკუთარი გენერლების ტყუილის დაჯერებას, ან ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რომ რეტრანსლირება მოახდინოს იმ ინფორმაციის, რომელსაც მას გენერლები აწვდიან, რომელიც ფაქტობრივად დასტურდება, რომ ტყუილებია და შემდეგ ასე ვთქვათ, საკუთარი მოსახლეობა მოატყუოს. დღეს არ მექნება რუკაზე მიმოხილვა, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერვიუ მაქვს, თუმცა
ძალიან მოკლედ რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ფრონტი რეალურად გაჭედილი არის. საგაზაფხულო კამპანია მთავრდება, რამდენიმე დღე არის დარჩენილი მაისის ბოლომდე და ტრადიციულად ბოლო ეპიზოდში ამ თვის მე შემოგთავაზებ სტატისტიკას მიმოხილვას ამ თვის იგივე საჰაერო დარტყმების, იგივე ოკუპაციის, იგივე მსხვერპლის და ნახავთ და დარწმუნდებით რიცხვებზე დაკვირვებით, რომ რეალურად ფრონტი გაჭედილია. კი, გარკვეულ მიმართულებებზე გარკვეული წინსვლა რუსებს აქვს, თუმცა გრძელდება ტენდენცია, სადაც უკრაინა ახერხებს უფრო მეტი ტერიტორიის დეოკუპაციას, ვიდრე რუსეთი ახერხებს ოკუპაციას. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ აი ეს მორიგი ბოდვაა პრაქტიკულად, რომელსაც რუსული პროპაგანდა აგრძელებს და ამ ყველაფერზე მეტყველებს არა მხოლოდ თქვათ დაკვირვება მესამე მხარის, არამედ უშუალოდ ომში ჩართული რუსი ზედპატრიოტების ვლოგები და ბლოგები დარწმუნებული ვარ, აქტიურად ადევნებთ რუსეთ-უკრაინის ომს თვალყურს, გექნებათ მათი არხები, თუ არა მე ძალიან მოკლედ გეტყვით ერთი ყველაზე ნიშანდობლივი, რაც მინდა გამოვყოთ, რაც საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, არის ის ერთ-ერთი ასეთი ზედბლოკერი, რომელმაც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ თუ კი ჩვენ უკრაინასთან ომში დავმარცხდებით, ეს არ იქნება სამარცხვინო და თითქოს ხო რაღაცა ესეთი უცნაური განცხადებაა რუსეთის ზედპატრიოტისგან, თუმცა ნახეთ როგორ შემოატრიალა, იმიტომ რომ უკრაინელებიც რუსები არიან და რუსები არასდროს აგებენ და შესაბამისად ჩვენ თუ უკრაინელებთან წავაგებთ, გამოდის რომ რუსებთან წავაგებთო და არაფერი ამაში სამარცხვინო არ არისო. აი ასეთ განწყობაზე არიან ზ-ბლოკერები და კიდევ ერთხელ შეგასწავლეთ, რომ ზ-ბლოკერები ის ხალხია, ვინც უშუალოდ ფრონტის ხაზია, იქ იბრძვის, იქ იმყოფებიან და შესაბამისად გაცილებით პროაქტიურად და აქტიურად უდევთ პულსზე ხელი იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, ვიდრე თუნდაც ის პროპაგანდისტები, რომელიც სადღაც კრემლში შედან, რუსეთში, მოსკოვში შედან და იქიდან ბრტყელ განცხადებებს აკეთებენ. შესაბამისად, ის რომ ვითარება ფრონტზე პრაქტიკულად უცვლელი არის, ამას ყველა მაჩვენებელი ადასტურებს და მათ შორის, როგორც გითხარით, რუსი ზ-ბლოკერებიც საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილი იმის მიმართ, თუ რა ხდება რეალურად ფრონტზე. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თვის ბოლო ეპიზოდში მექნება ესეთი სტატისტიკის შეჯამება. ახლა მინდა გადავინაცვლოთ სამხრეთით, რომელი მიმართულებითაც როგორც გითხარით, რა ტიპურტული ჩაგვერთვება, თუმცა მანამდე მინდა აი იმ წარმატებული უკრაინული ავიადარტყმების შესახებ გითხრათ, რომლის შედეგადაც ხერსონის და ყირიმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალები დაიკეტა ოფიციალურად, ასე ვთქვათ. როგორც საქმე იმაში არის, რომ უკრაინელები ახერხებენ უკვე ჰორნეტი, ასეთი დრონებით, აი ამ გზის კონტროლს პრაქტიკულად და არაერთი კადრი გავრცელდა სოციალურ ქსელებში, სადაც დამწვარი ტრაილერები ნებისმიერი მიმართულებით, ესეთი დერეფანია დამწვარი ტრაილერების ამ გზაზე, საუბარია გზაზე, რომელიც აკავშირებს ყირიმს ოკუპირებულ ხერსონთან და ეს მომარაგების ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალია. იმდენად მარტივი სამიზნე გახდა ეს გზა უკრაინული არმიისთვის, რომ ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის გუბერნატორმა, ასე ვთქვათ, რუსების დასვმა გუბერნატორმა, რომელიც აქეთ ოკუპირებულ ხერსონს, ასე ვთქვათ, აკონტროლებს, გამოცა ოფიციალური განკარგულება, რომ ამ გზაზე ნებისმიერი ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა სამხედრო ტრანსპორტის გარდა. ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს ერთის მხრივ შეიძლება გამართლდეს იმით, რომ სამოქალაქო ტრანსპორტის დაცვას ცდილობს პატივცემული გუბერნატორი, თუმცა მეორეს მხრივ უკრაინის შერაღებულ ძალებს აბსოლუტურად ხელფეხს უხსნის იმისთვის, რომ ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც ამ გზაზე გამოჩნდება, აღიქვას როგორც სამხედრო დანიშნულების ტრანსპორტი და ის გაანადგუროს. შესაბამისად დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება და კიდევ ერთხელ რატომ არის ამ გზაზე საჰაერო კონტროლის დამყარება ასე მნიშვნელოვანი? რუკაზე თქვენ ხედავთ, რომ ეს არის გზა, რომელიც აკავშირებს ხერსონს ანექსირებულ ყირიმთან და თუ კი ეს მომარაგების გზა იქნება უკრაინის სამიზნე, გამოვა რომ ხერსონში გამაგრებული რუსული შეერაღება საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება მათი მომარაგების მიხედვით. აქედან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე არის ეს სამხრეთის ფრონტზე. მით უფრო რომ სამხრეთის ფრონტზე უნდა აღნიშნოს, რომ გერასიმოვის ერთ-ერთი ბოლო სამიზნე
ზაპოროჟიე არის, ქალაქი ზაპოროჟიე და ამ მიმართულებითაც ვერანაირი წინსვლა ვერ აქვს. პირიქით ორი ხივში არიან გაჭედილების და ამაზე უფრო ცლად სწორედ რატი ბურდულთან ინტერვიუში ვისაუბრებ, თუმცა მანამდე მინდა ორი სიტყვა გითხრათ ჰორნეტზე, ამ უპილოტო დრონზე, რომელთაც ხდება სწორედ აი ამ გზის კონტროლი, ის არის ასე ვთქვათ 5 კილოგრამიანი საბრძოლო მუხტი აქვს, თუმცა რომელიც არც ისე დიდია, მაგრამ აბსოლუტურად საკმარისი არის აი ესეთი ტრაილერების ან თუნდაც ვაგონების ასაფეთქებლად, რითი გამოირჩევა ის სხვა დრონებისგან, ის AI ხელოვნური ინტელექტი არის მასში ინტეგრირებული და სწორედ ეს ხდის საკმაოდ რთულ სამიზნედ, ასე ვთქვათ, ადვილად ვერ აგდებენ მას რუსები, იქიდან გამომდინარე, რომ წინასწარ ეძლევა დავალება, ასე ვთქვათ, სამიზნეების ჩამონათვალი იტვირთება დრონში და მე უკვე აბსოლუტურად ავტომატურ რეჟიმში მოქმედებს. შესაბამისად, ნაკლები გამოსხივება და ნაკლები სიხშირეებით არის დაკავშირებული მართვის ცენტრთან, ავტონომიურად მოქმედებს და რაც უფრო ნაკლები სიხშირე და ნაკლებ სიხშირეს გამოცემს, ანუ როგორც მიღების, ასევე რეტრანსლირების, მით უფრო რთული მოსაძებნი და ჩამოსაგდებია და სწორედ ამიტომ საკმაოდ ეფექტურად იყენებენ მას უკრაინელები და სწორედ აი ამ ჰორნეტებით მოახერხეს აი ამ გზაზე პრაქტიკულად საჰაერო კონტროლის დამყარება, შესაძლოა საჰაერო კონტროლის დამყარება ცოტა გადაჭარბებული იყოს, თუმცა ფაქტი ერთი არის, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ აი ეს მაგისტრალი, რომელსაც უკვე ასე მარტივად წვდებიან უკრაინელები, მასზე გადაადგილება აკრძალონ, ჩაკეტეს პრაქტიკულად და მხოლოდ სამხედრო ტვირთებისთვის არის ნებადართული, რაც კიდევ ერთხელ ავტომატურად არის ძალიან ლეგიტიმური სამიზნე ხდება ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც ამ გზაზე გადაადგილდება უკრაინელებისთვის, იმიტომ რომ ოფიციალური განკარგულება არსებობს, რომ ამ გზაზე მხოლოდ სამხედრო ტვირთმა უნდა იაროს. შესაბამისად, ნებისმიერი ტვირთი, რომელიც ამ გზაზე გადაადგილდება, ახლა კიდევ უფრო მარტივი სამიზნე იქნება და კიდევ ერთხელ თუ კი რამენაირად მოხდა აი ამ გზის რეალური გადაჭრა და იქ სახმელეთო ოპერაციის წარმოება და შეჟონა თუნდაც მელიტოპოლამდე, ეს ძალიან სერიოზული წინსვლა და გარღვევა იქნება უკრაინელების მხრიდან იმ ფონზე, რომ აბსოლუტურად გაყინული არის პრაქტიკულად ფრონტი ნებისმიერ მიმართულებით მეტნაკლები წინსვლით, როგორც გითხარით, ამ მიმართულებაზე ყველაზე მეტად აქტიურობენ ორი ხევის მიმართულებაზე რუსები და იქ არსებულ მდგომარეობაზე ახლა უკვე გადავალთ სასაუბროთ რატი ბურდულთან, რომელიც შემოგვიერთდა და მასთან გავაგზავნებ საუბარს, თუმცა სანამ რატი შემოვიყვანეთ ეთერში, მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ურჩიეთ მეგობრებს, იაქტიურეთ კომენტარებში, ეს არხის გაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო რომ მომავალ კვირაში ზუსტად ერთი კვირა გავა მას შემდეგ, რაც ჩემი YouTube არხის ასე ვთქვათ, ვაწარმოებ, ჩვენ უკვე 6000-ზე მეტი ვარ, შესაბამისად, რაც უფრო გავიზრდება YouTube არხი, მით უკეთესი. მოკლედ, ახლა როგორც გითხარით, რატი ბურდული შემოგვიერთდება. გამარჯობა, მადლობა რომ დრო იპოვე და ისევ ჩემი არხის სტუმარი ხარ, სხვათა შორის პირველი სტუმრობის მერე არ წყდება კომენტარები, რომ როდის იქნება და კარგია რომ ისევ გამონახე დრო და ეხა კიდევ ერთხელ მოვუყვეთ ჩემი არხის მაყურებელს რეალურად რა ვითარება არის ფრონტზე. დავიწყოთ პირდაპირ იმით მიმართულებით, რა მიმართულებაზეც ხარ, რისი თქმა შეგიძლია, რომელ მიმართულებაზე ხარ, რას აკეთებთ, რა მდგომარეობაა, რა ვითარებაა მანდ. გამარჯობა, მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. აქ ეხლა სამხრეთ მიმართულებაზე ვარ უკვე შეცვალეთ ოპერაციის რაიონი და ან ბედნიერია რა მომბით ან არ მიყვარს სამხრეთი, იმიტომ რომ ესეთი არა, ნაკლებად მჭიდრო დასახლებულია, იქ დიდი ტერიტორიების გავლა საჭირო ნებისმიერი ინფილტრაციის დასაკეთებლად, ძალიან ბრტყელია, ქართველი მცირული კაცი დოდოხეთია, ყველაფერი ბრტყელია და სწორი, ერთი ბორცვი არ შეხვდება არს და ესეთია რა, ხრიოკად ღია ტერიტორია, ასე რომ ჩემთვის ასე ძალიან არაკომფორტული ტერიტორია აქეთ სამხრეთით. მე რა შეგახსენებ, რომ ჩრდილოეთი ხარკოვი და დონეცკის მიმართულებაზე ვმუშაობდი, იმიტომ რომ ის ძველი საბჭოთა ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა და მჭიდროდ დასახლებული ხუთშოუკები და სართულიანები, ეს არის რეალურად ჩემი საქმე და აქ ძალიან ისეთია რა, ღია და უფრო საფრანგრო სამუშაო არის, რაც თქმა უნდა ჩემთვის დაკლებად მომხიბლავია, ასე ვთქვათ. ანუ სადაც არის საჭირო, იქ უნდა ვიყო, ჩემ არქივანზე არა. სიტუაცია როგორი არის, ჩვენ ხედავთ, რომ სამხრეთიდან ზუსტად მოდის ინფორმაციები გარკვეულ შეტევებზე, სხვადასხვა ლოჯისტიკურ გზებზე, დარტყმებზე, რა შეგვიძლია ამ მიმართულებაზე რო ვთქვათ? ეს არის როგორ ვთქვათ,
ომი არ გადასული ბოლომდე დისტანციურ რეჟიმზე, ანუ დრონები, როგორც FPV დრონები, ასევე ძალიან მოხშირდა უკვე აქეთაც ესენი რა ქვია fixed wing ასაც ქვია, არის ქართულად იქნება რა, ხოსანიას დრონებით და ჩვენს აქედან თვითუბაგნოთ და ისინი იქიდან აქეთ. პოზიცია მისასვლელად არის ძალიან დიდი ტერიტორიები დასავლელი, რაღაც 30 კილომეტრი ფეხით და პოლისის ხომით ხვდები, რომ მიხვიდეთ რაც საჭიროა და შემდეგ ფაქტობრივად დრონების ასე ვთქვათ სატურაციამ ქვეითის სამუშაო ძალიან გაართულა რა. სპეციალურ ოპერაციებს აღარ ვიხები საერთოდ პირდაპირ ქვეითის საქმე რო იყოს რომ სადმე მივიდეს და ყველში დაჯდეს ეგეც კი ერთი 60 დღიანი პროცედურაა რომ მიაღწიოს ადგილამდე და იქიდან გამოაღწიოს უკან, იმიტომ რომ ანუ აი სავსეა დრონებიც, ну ჩვენთვისაც და მათთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა ეს რა თქმა უნდა. დიდ ქალაქებში ახლოს ზაპოროჟიეში და ეგეთში ცხოვრება დუღწეულებრივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მithres რუსები არიან 18 კილომეტრში. ერთადერთი ყოველ წუთას არის რაღაცა საჰაერო აიდი მოკლეს და მაგ დროს რავი GPS-ი ითიშება და თუ ადგილობრივი არ ახლა გაჩენდა დაელოდოთ დაიტანებ ახლა მელიტოპოლამდე ჩვენ ვსახვეთ. მეტომა ერთი ეგ არის რა თუ ადგილობრივებისთვის სიმართლე გითხრათ რაღაცა დიდი საოცრება აქ არაფერი არ ხდება. ყველა რაღაცა ქალაქში თუ გახვედი მოგიწია რაღაცაზე რა ყველა მაღაზია, ყველა რესტორანი, ყველაფერი მუშაობს სრულ მაშინ რა ქვია ეთქი ასე რომ ზაპოროჟიეს რაღაცა ალყისგან რაღაც უბედურებს არაფერი ეთქობა. ზაპოროჟია ახსენე რამდენჯერმე და აქვე გავიხსენოთ რომ გერასიმოვმა ჯერ კიდე გასულ წლის შემოდგომაზე თქვა რომ ახალი სამიზნეო გეგონება ძველი სამიზნეები აიღეს ახალი სამიზნე არის ზაპოროჟია უნდა ავიღოთო საერთოდ რაიმე ტიპის წინსვლა თუ აქვთ მაგ მიმართულებით თვითონ ქალაქი რა მდგომარეობაში არის და რა ხდება აი მაგ მიმართულებაზე არქივის მიმართულებით არიან გაჭედილები ერთდროულად და FPV-ებს დაანებეს თავი და აბებით უბაგუნებენ პირდაპირ 500 კილოგრამიანი გლაიდ ბომბებით, იმიტომ რომ ეს ორეხივი არის ძალიან მჭიდროდ კორპუსებიანი ასე ვთქვათ ქალაქი და იქ რაუნდერტე რუსეთმა მიწაზე ომი არ იცის, არ ეხერხება აბსოლუტურად ყველაფერი ბომბავს. იგივე სტრატეგია რაც ქონდა აქამდე, რა ვიცი, ბახმუთში იქნებოდა, სევეროდონეცკში, ავდიივკაში, პროსპექტში თუ სხვაგან. მიწასთან გასწორება ყველაფრის და მე ამ ნანგრევებზე დროში ძარჭობა. ანუ ეგ არის ორეხივის ამბავის ეგრე არის, იმიტომ რომ ბომბა ვერ იღებენ. იქნებ ვერაფერდეთება და ბომბა იგივე ხდება ტექნოლოგიაშიც ერთი მხრიდან არიან შესულები, იქაც ნანგრევები არის და აი ამ დაიძახიან რომ შევიდეთ ქალაქში. რეალურად არიან ნანგრევებში და თუ სადმე არის სადარბაზო არა ქვია. დუალი რა დასწენილი ან თუთავრებიან და იქიდან ამბობენ რომ აი ქალაქში შევედით და რაღაცა. თორე ის რომ რაღაცა მასობრივი შეტევა, შემორწმა, შეჟონვა, შეხტევა, ეგეთი რაღაცა არ ხდება ამ ომში, კაიხანია უკვე. ყველაფერი ეს სადმე თავს გამოყოფ, ეგრევე რაღაცა მოფრინავს მომენტალურად. აი ყველას დებია დრონის პილოტია დღეს. საკმაოდ ძიმე ზამთარი იყო, ზუსტად აი ამ საჰაერო თავდასხმების გამო დედაქალაქის დაზიანდა და დიდი ქალაქების, თუმცა ამან გადაიარა და დაიწყო საგაზაფხულო კამპანია, რომლის ძირითადი ამოცანა რუსებს ჰქონდათ დასახული დონეცკის ოლქის საზღვრებზე გასვლა. იქ რეალობა ესეთი არის, რომ პრაქტიკულად გაჭედილია არიძურის ფრონტი ადგილზე. აი ამ ყველაფრის ფონზე ზოგადად რუსების საგაზაფხულო კამპანია როგორ შეიძლება შეფასდეს და როგორ შეიძლება შეფასდეს უკრაინელების თავდაცვა ამ კამპანიის დროს. მე ვიტყვი, ჩასივი არში, ეხლა მომეწილო ჩასივი არში არის თავარი ბრძოლის ველი. მე ბოლოს ჩასივი არში ვიყავი 2024 წლის ზაფხულში. დღეს არის 2026 წლის ზაფხული და 14 კილომეტრი წაიწიეს წინ 2 წელიწადში და დაკარგეს ამაში 100,000 ადამიანი, სოციალური და ყოველ შემთხვევაში და ტექნიკაზე ლაპარაკი ზედმეტია. და ეს 14 კილომეტრი არის მდელო, ანუ რამის რაღაც დასახლებას, რაღაც მნიშვნელოვანი მდელო არა, ანუ აგრარული მდელო არის. 14 კილომეტრი აგრარულ მდელოს დაჭირდა 100,000 მსხვერპლი და 2 წელზე მეტი პრინციპში.
რაც ინსვლაზია საუბარი. ანუ მასე თვითონ თუ ეგრე მათემატიკაში თუ ეგრეა რომ 14 კილომეტრად ღირს, ну კი ბატონო, მაშინ წინსვლა, მაგრამ მე როგორც უყურებ, ახლა უკრაინას აქვს არჩეული გამოფიტვის პრინციპი და 14 კილომეტრი ღირს ნამდვილად არსობით 1000 მოწინააღმდეგის მსხვერპლს და ამდენი დროის და მათ ეკონომიკის მოშლად, რა თომაც არის. ცოცხალძალაში, ხედა ცოცხალძალაში უკრაინასაც საკმაოდ პრობლემები ჰქონდა, გვახსოვს დეფიციტი პირადი შემადგენლობის შევსებაში. ამ ხრივ რა მდგომარეობაა, რამდენად გამოსწორდა სიტუაცია თუ ისევ დეფიციტია თუ რა ვითარებაა ამ ხრივ? ვერ ვიტყვი რომ რამე გამოსწორდა, განსაკუთრებით უშუალოდ ზსეუს მიმართულებით, ანუ ისევ არიან ადამიანები, ვისაც მობილიზაციაზე თუ ვინმე მოხალისე ფაქტორად აღარ არიან. Ну, ათაში ერთხელ რაღაცა ბავშვმა სკოლა დაამთავრა, პრამედიკი გახდა თუ რაღაცა პატრიოტული სულისკვეთი, ან ოჯახის წევრი ყავდა ჯარში, ამომში და რაღაცა მარიცით თავისით წავიდა. ისე ძირითადად არის მობილიზაცია და ასევე მეკსიკული ისპილიანტების დათრევა ტეცეტას მიერ. ძირითადად ეს ხდება. მომრავლდა ასევე ციხეებიდან მობილიზაცია რა, მე ის რა შმელს ეძახიან. ძირითადად ეგ არის აქცენტი, სკოლებში საკმაოდ ეს არის, რა ქვია, რთულად საქმე, იმიტომ რომ ვინ თავიდან ჩამოვედით ის თაობა მე ვარ დარჩენილი ბოლო, ვინც პირველი დღიდან არ არის. სულ პირველი დღიდან. და დანარჩენი ძალიან იშვიათად, აი პირველი როდესაც მოშუნის ირპინის კამპანიის ადამიანებიდან თუ 3 ვართ ქვეყანაში. და ახლები უკვე ანუ ამერიკელი ნეივისილი და რეინჯერი და რაღაცა აქ აღარ ჩამოდის რა. აქ უკვე არც ცენტრი არ ეთებული, ასე რომ ეს მესამე მსოფლიო სტრატეგიიდან ასე ბანანა რეპუბლიკის სამხრეთ ამერიკიდან და ემიდან ეგენი ჩამოდიან და ნუ შესაბამისად ხარისხიც რა თქმა უნდა შესაბამისია რა. სკოლებში მე ჩემი ლეგიონის იმენა რომ ვილაპარაკო ახლა. თორე ზსეუსაც უბრალოდ იგივე პრობლემა აქვს, რაც უწევთ კომბატ არმში გადაყვანა იმ ადამიანებისა, ვინც არ არიან კომბატ არმში, რა, მძღოლი და ასე შემდეგ რა. გასაგებია. კიდევ ერთი კითხვა მინდოდა, რამდენად არ ვიცი ამაზე გამცემ პასუხს გენდომება. კორუფციული სკანდალები, რომელიც არის პოლიტიკურ წრეებში, ეს არმიაში როგორ აისახება, გექნება შენ ახლა ზსეუს ჯარისკაცებთან, რაღაც ადგილობრივ ჯარისკაცებთან შეხება, მათზე როგორ აისახება, რამდენად აკვირდებიან ამ მოვლენებს და რას ფიქრობენ? კიდევ და არა სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცები არის ნაციონალური სპორტი, ის არ უყურს რა. აჯარო მოხელი თუ არ და თუ არ იპარავს, ეს თვალით უყურებს ყველა რაღაც ფანერილია ვიღაცა მოხდა კულტურა რა ხა შეიძლება მამაჩემის თაობა და მისი უცოცა თაობა ძალიან ეგეთი მენტალობა შეიძლება ქონოდა თავის დროზე, მაგრამ ჩემი თაობას ჩვენთვის არ არის ეს ჩვენი ასე ვთქვათ ბუნების ნაწილი რაღაცა კორუფცია და მოპარვა და ნეპოტიზმი და ერთი რაღაცები. აქ ისევ ესე ამათ სისხლიანი ხაწელი არ ქონიათ. შესაბამისად ეს რაღაცა მენტალობიდან გამოსვლა რომ კაპიჩ თუ ჩაიდებ ჯიბეში მიდიხარ 50 წელი ციხეში, ეგ არ ყოფილა აქ რა. ძალიან ჩვეულებრივი თემა არის, ანუ ყველა მიცის რომ ვიღაცა ენერგეტიკის მინისტრი 100 მილიონს გაჯიბავდა და რომ გასწდა ეგ ამბავდა დაიჭირეს ეს კაცი, ყველა ხები აიჭიშა, ხო ბარასიზონი მოიპარავდა ბარასიზონი, ანუ ეგრე უყურებით, აქ არის ძალიან კულტურის ნაწილი რა. და შესაბამისად ჯარისკაც რომელიც სამშობლოს იცავს რუსეთისგან, იქ ვიღაცა ვერ ხონა რადაში ვინ რას იპარავს, ეგ ხოს მის მიზანს და მის мотиваციას არ ცვლის. რა თქმა უნდა არავის არ უხარია, რა თქმა უნდა არავის მაგ ბედნიერი არ არის, რომ თვითონ სანჯარში ზის და ამასობაში მის წოლში დენი არ არის, იმიტომ რომ ვიღაცამ ფული მოიპარა, ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ეგ ხო იმას არ არის, მაგის გამო ჯანდაბას დაუღიათ რუსებს ხო არ იტყვიან, ანუ არაფერს რეალურად პირდაპირ კორელაცია ამ ორ ფაქტორს შორის არ არის. მაგრამ არ არის გამორიცხული, როდესაც ეს ომი მორჩება, ეს ჯარი ყოველ შემთხვევაში ძალიან მწარედ შემოთხოვს ვიღაცების პასუხი განსაკუთრებით პოლიტიკურ ელიტებში. გასაგებია და ბოლოს მინდა კითხო, მე რამდენადაც ვიცი, წვრთნებზე იყავი და ის წვრთნებზე რომ მიყვე, რა ფუნქციით იყავი, რა მისიით იყავი, რა შედეგებით დასრულდა? წვრთნებზე ვიყავი ისე შეგრესო, სადმე გამარჯვეს იმაში, რა ქვია. არა, აქ შექვეყნე შიგნით,
ახალი გამოსული რეკრუტები ვინც იყვნენ, იმათ ჩხნებში მივიდა მონაწილეობა როგორც ინსტრუქტორად, ანუ სროლის, ტაქტიკის და CQ-ის, რა close quarters battles. სანგრისწმენ და ჩენობების რაც არის ჩემი საქმე ძირითადად რა. საიმედო ხალხი მოდის შევსებაზე? ბოდიშვილი რავია? საიმედო ხალხი მოდის შევსებაზე თქო. არა. ძალიან დაბალი დონე არის. ნუ ეს ყოველ შემთხვევაში მას საერთაშორისო ლეგიონზე მაქვს საუბარია. მას სამწუხაროდ დაანიშვიათად რომ ანუ ვიღაცა იყოს ნატოს ქვეყნიდან, რომელსაც ანუ აქვს სამხედრო ბექგრაუნდი, ანათლება, ცოდნა და რაღაცა, როგორც წესი მოდიან ის რაღაცა Banana Republic ხალხი და ანუ აი ძალიან საბაზისოდანვე წევს დაწყება, ანუ მართლა პატენტის შეკვეთა დაწყებალი წევს და ასე შემდეგ. ნუ პლუს ენის ბარიერი არის, იმიტომ რომ მაინც და მაინც ქვეყნებიდან მოდის ხალხი, რომლის ენა მე არ ვიცი. რავი, სამი ქვეყანაა ეს მე მგონი. მაინც და მაინც ისინია საკმაოდ გართულ და ეგ პროცესი, მაგრამ ნუ ვაბამთ თავს რა, ყავს ადამიანები, ვინც ვისაც შეუძლია ასე ვთქვათ ითარჯიმანოს ამ საკითხებში და ნუ რაღაც ფონს გავდივართ ყოველ შემთხვევაში, რაც ჩამოვიდა და რამაც დაამთავრა, იმას შორის არსებითი განსხვავებაა, რა თქმა უნდა. ეხლა იგი მას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს შეუძლია ნავში ჩახდნენ, ენერგოდარში გადავიდნენ, მაგრამ ეგ დრო და ეგ აზა ომის უკვე დამთავრებულია. იმ დავალებების შესრულება, რაც უწევთ, იმისთვის ნამდვილად შესაძლებელია ადგილზე დაწვდმა ხალხს. ასე გებდა ბოლოს ხომ არ არის რამის თქმა, ხომ არ გინდა რამის მოყვალა, რაზეც კითხვები არ დამისვამს. ნუ არ მახსენდება ის სიმართლე გითხრა. მადლობა შენი დროისთვის, ხმეობა, განძლეობა, გამარჯვება და ხაზზე ვიყოთ რაღაცა პერიოდულობით კიდევ დაუბრუნდეთ, მით უფრო როგორც გითხარი ჩემს არხზე, შენზე ძალიან დიდი მოთხოვნაა კომენტარებში უწერენ ხოლმე რომ სად არის, რატო აღარ თავ და რაღაცა პერიოდულობით ისე დაუბრუნდები ხოლმე. მადლობა. კიდევ ერთხელ ინტერვიუს ბოლოს, თუ კი მოგეწონათ ინტერვიუ, დალაიქეთ არხი, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიურეთ კომენტარებში, დაწერეთ კიდევ ვისი სურვებდით, ასე ვთქვათ, რომ ჩავთო უკრაინიდან ვეცდები მაქსიმალურად. ახლა კი გამოშვების ეპიზოდის უბრალოდ ბოლოს მინდა ერთ საკმაოდ ტრაგიკულ ფაქტზე ვისაუბრო. ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდა ლუჰანსკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იქ დაფიქსირდა უკრაინული დრონების მიფრენა ერთ-ერთ კოლეჯზე და დაღუპულია სამოქალაქო პირები, სტუდენტები. უკრაინელები უარყოფენ, რომ ამ თავდასხმის შედეგად ვინმე სამოქალაქო დაიღუპა, ამბობენ, რომ ეს იყო სამხედრო სამიზნე და ამ კოლეჯში თავს აფარებდნენ ეგრეთ წოდებული რუბიკონის რუსული უპილოტოების ერთ-ერთი დანაყოფის წარმომადგენლები და ხდებოდა იქ ახალგაზრდების გადამზადება პილოტებად და სწორედ ამიტომ გახდა სამიზნე, თუმცა სხვა როგორც რუსული, ასევე არარუსული წყაროების გადამოწმების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ აქ სამოქალაქო მსხვერპლიც ნამდვილად იყო. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გამიზნულად სამოქალაქო მსხვერპლზე წავიდა უკრაინა და ყველაზე ასე ვთქვათ მსუბუქად რო შევაფასოთ დაზვერვის შეცდომა და გულგრილობა შეიძლება ეს ყველაფერი მივაწეროთ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სამოქალაქო მსხვერპლი, რომელიც მოყვა ამ დაბმობას, იმდენად დიდია, რომ ეს უკრაინის მხრიდან შესაძლოა ერთ-ერთ ომის დანაშაულად შევრაცხოთ. თუმცა ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ოფიციალურად გამოძიება, ფაქტების დადასტურება ჭირდება, მაგრამ ღია წყაროებში არსებული ინფორმაციებით აი ეს ტრაგიკული ამბავი მოხდა. როდესაც მე სხვადასხვა წყაროებზე ვეცნებოდი ინფორმაციას ამის შესახებ, იქ იყო ძალიან ბევრი კომენტარი, რომ რა რუსებს აქვთ უფლება, რომ უკრაინელების მშვიდობიანი მოქალაქეები დაბომბონ, მშვიდობიანი ინფრასტრუქტურას რაკეტები გაარტყან, მშვიდობიანი მსხვერპლი რამდენად მაღალია უკრაინაში ვიცით და უკრაინელებს არ აქვთ ამის უფლება. ეს ომის ტრაგედიაა და სამწუხარო ამბავი არის, ასე ვთქვათ, თვალის წილ პრინციპით მოქმედება, თუმცა მე როგორც ასე ვთქვათ, დამკვირვებელი
მასწავლებელი ვისურვებდი, რომ უკრაინელებს ნაკლები ასეთი გადაცდომა, შეცდომა თუ დანაშაული ჩაედინოს ამ ომში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ამ ომზე აბსოლუტურად ნებისმიერ მსხვერპლზე, მშვიდობიანზე თუ სამხედროზე პასუხისმგებელი პირადად ვლადიმერ პუტინი მიმაჩნია, იმიტომ რომ პირადად მისი ახირებაა ეს ომი და არავის სხვისი. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინის დაზვერვა, უკრაინის სამხედრო ინდუსტრია, უკრაინის სამხედროები გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ ყველაფერს, მით უფრო რომ ლუჰანსკი, უკრაინა, მით უფრო რომ კი ახლა ოკუპირებული არის, მეტიც რუსეთის გადმოსახედიდან ანექსირებულიც, ასე ვთქვათ, რუსეთს მიუერთეს რუსებმა, თუმცა საერთაშორისო სამართლით ლუჰანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ყირიმი, ეს ყველაფერი უკრაინაა, შესაბამისად ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. მოკლედ, ასეთი გამოვიდა დღევანდელი ეპიზოდი. იმედია მოგეწონათ, შესაბამისად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, თუ კი აქამდე ეს ყველაფერი არ გაიკეთებიათ, ასევე კიდევ ერთხელ მოგეწოდეთ, რომ იაქტიუროთ კომენტარებში. ეპიზოდის ბოლოს კი გეტყვით, რომ ტრადიციულად მაისის ბოლოსაც მექნება შემაჯამებელი ეპიზოდი, სადაც შევაჯამოთ როგორც მაისში მიმდინარე მოვლენებს, ასევე თვეების ჭრილში შევადარებ 2026 წლის იანვარ, თებერვალ, მარტ, აპრილ, მაის 2025-ის იგივე პერიოდს და უფრო კარგად გამოჩნდება რა და როგორ არის ფრონტზე სიტუაცია. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, დროებით მადლობა, ნახვამდის.